ფაქტობრივად შემაჯამებელი ჩვენება მოგვცა საქმის თავარმა გამოძიებელმა და პირდაპირ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არანაირი კონკრეტული მტკიცებულება, რომ ვინმე ორგანიზება გაუკეთა იმ ქმედებებს, რასაც ადგილი ჰქონდა 4 ოქტომბრის საღამოს, საქმეში არ არსებობს. რაც შეეხება კონკრეტულად ღობის წაქცევას და იმ პროვოკაციას, რამაც შემდგომ ის მცირე ძალადობრივი ქმედებები გამოიწვია, მორიგჯერზე დადასტურდა, რომ გამოძიების ინტერესს არ წარმოადგენდა რეალურად საქმის ობიექტური გარემოებების გამოკვლევა, მათ არ ამოუღია და არც კი დაინტერესებულან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვიდეოკამერებით, ისინი არ დაინტერესებულან, რატომ არის ისე საინტერესოდ დამონტაჟებული 112-ის ვიდეო და ის აშკარად დამონტაჟებული და მანიპულირებულია, ისე რომ არ ჩანდეს მასში, როგორ მოხდა ღობის წაქცევა, მათ არ ყავთ იდენტიფიცირებული ის ადამიანები, ვინც პირველად ღობე წააქცია, რომლის წაქცევაც უბრალოდ ადამიანური ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატებოდა იმ მიკრო მოკლე დროში, რაც ვიდეოზე ვნახეთ და საბოლოო ჯამში ასაც წელი პროცესის განმავლობაში ვიმეორებდი, შეგვიძლია იგივე დავადასტუროთ. ახორციელებს გარკვეულ ძალადობრივი მოქმედებებით იმ ხუთ კაცზე გეკითხებით, ვინც ჩამოხსნა პირველი იდენტიფიცირებული არაერთი პირია იდენტიფიცირებული, როგორც გითხარით 64 ერთი წუთი 64 მე ბრალდე დავასრულებ თუ შე დავასრულებ არა სხვა რაღაცას პასუხობ 64-ზე არ გეკითხებით სხვა რაღაცას მე ზედამხედველობას ვახორციელებ ბრალდებას ვახორციელებ მოცემულ შემთხვევაში ამ სისხლისამართლის საქმეზე შესაბამისად ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ ამ სისხლისამართლის როგორ არ ვიცი ერთი წუთი რა სხვა დავასრულებ და დაიწყო ძალადობა როგორც თქვენა მოხდა დანაშაული არაერთი პირია იდენტიფიცირებული და დევნა დაიწყო 64 ადამიანის მიმართ თუმცა ამ შემთხვევაში მე ვახორციელებ ბრალდებას ამ სისხლისამართლის საქმეზე და იდენტიფიცირებული არის 10 პირი, მათ შორის არიან დანაშაულის ორგანიზატორები, ხოლო რაც შეეხება სხვა სისხლისამართლის საქმეებს, იქ ბრალდებას ახორციელებენ სხვა პროკურორები შესაბამისად არაერთი პირია იდენტიფიცირებული და ამავდროულად არსებითი ერთი წუთი ნახეთ. ბატონო ვაჟა, თუ იცით პასუხობთ რომ არაერთი პირია ხო ამ საქმეში მე შემიძლია დაგისახელოთ მე მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, რაც უშუალოდ მე გამაჩნია და მე გამაჩნია ინფორმაცია ამ სისხლისამართლის საქმეზე, სადაც იდენტიფიცირებული არის 10 ბრალდები. ესაა ჩემი ესაა ჩემი პოზიცია. პროვოცირება მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა, აქ იყო ორგანიზება, კონკრეტულმა დანაშაულის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ უნდა დაეკავებინათ სასახლის ტერიტორია, უნდა ჩაებარებინათ სასახლის გასაღები და სწორედ აღნიშნულ მოქმედებას მოყვა ძალადობრივი მოქმედებების სასახლის ტერიტორიაზე. პირველი იყო საკმარისი. არ მსგავსი რამე არ მეთქვია, მე გითხარით ერთ-ერთი იყო პირველი, ასევე გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 112-დან, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტიდან, ასევე საჯარო სივრცეებში არაერთი ვიდეო გავრცელდა, რომელიც ასახავდა ამ ძალადობრივ მოქმედებებს და ეს ვიდეოებიც ერთვის სისხლისამართლის საქმეს. საკმარისი იყო ეს მტკიცებულებები იმისათვის, რათა დაესკვნა ბრალდების მხარეს რომ კონკრეტულმა პირებმა ჩაედნეს დანაშაულებრივი ქმედებები. ამის საჭიროება არ არსებობს დღეის მდგომარეობითაც, ვინაიდან არაერთი ვიდეო მასალაა წარმოდგენილი არაერთი რაკურსით, თუ რა მოქმედებას ახორციელებენ თვითეული ბრალდებულები.